მგონია შემთხვევა, როცა გაკვეთილზე კლასელი გელაპარაკებოდა. შენ ცდილობდი მასწავლებლისთვის მოგესმინა, მაგრამ მასწავლებელმა მაინც შენ გიყვირა. მეხუთე კლასში ვიყავი, მასწავლებელმა უმიზეზოდ რომ მიყვირა. თავი დამცირებულად ვიგრძენი. პროტესტის გრძნობაც გამიჩნდა, მაგრამ ვიცოდი ვერაფერს გავხდებოდი, ასე რომ უბრალოდ თავი ჩავხარე და არაფერი ვთქვი. პროტესტის გრძნობა ჩავკალი, თუმცა ბოლომდე ვერა. მაშინ ვერც ვიაზრებდი, მაგრამ 10 წლის დადუმებულმა ბარბარემ პროტესტის გრძნობა ასე გამოხატა. იმ მასწავლებლის საგანი ერთხელ და სამუდამოდ შეიძულა. ხო, საგანს მარტო იმიტომ აღარ ვსწავლობდი, რომ მასწავლებისადმი ჩარჩენილი წყენა მქონდა. სამაგიეროდ მათემატიკა მიყვარდა ძალიან. მათემატიკის მასწავლებელი თბილი იყო. უმიზეზოდ არ მიყვიროდა და რაც მთავარია, მთელი გულით ხსნიდა გაკვეთილს. ისე უყვარდა პითაგორას თეორემა, ორდინატა და აბსცისა, რომ მისი შემხედვარე მეც შემიყვარდა. ახლა ვიაზრებ, რომ კონკრეტული საგნების სიყვარული არა მხოლოდ ბუნებრივი ინტერესიდან, არამედ მასწავლებისადმი სიყვარულიდანაც მოდიოდა. ხო, ისიც გავიაზრე, რომ მასწავლებელს, რომელსაც თავისი საგანით და ბავშვობით მთელი გულით უყვარს, შეუძლია მთები გადადგას. ჩემს გარდა კიდევ უამრავი ბავშვია სამყაროში, ვისაც საგნისადმი ინტერესი სწორედ მასწავლებელმა და მისმა არასწორმა მიდგომებმა დაუკარგა. მაგრამ ისეთი ბავშვიც ბევრია, ვისაც საგანი სწორედ მასწავლებელმა შეაყვარა, როგორც მე მათემატიკა. დაგვიწერე კომენტარებში, შენ რომელი საგანი შეგაყვარა მასწავლებელმა და როგორ.